გავიარეთ დაბნელების კორიდორი. ხო და ახლა ნახოთ ამ კვირაში რა ენერგიები იქნება, ასე ვთქვათ, რა ენერგიები დაგვიტოვა დაბნელების კორიდორმა და როგორ უნდა დავუბრუნდეთ ისევ ჩვეულ რიტმსა და კალაპოტს, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულად და მოვლენებს ამაში არ გულისხმობ. ნახოთ დღეიდან ამ კვირაში, ანუ კვირა დღის ჩათვლით, როგორი ენერგიები იქნება და რა იქნება კვირის არკანი. ნამდვილად დასვენების პერიოდი იქნება ენერგეტიკულად, ასეთი ცოტა უმოქმედოების, თუმცა ახალი შესაძლებლობებიც იქნება, რა თქმა უნდა, ახალი გზები გამოჩნდება, ახალი უფრო პოზიტიური ასპექტით იქნება ეს ყველაფერი. ფიქრობ, ზოგიერთი შემთხვევაში ეს იქნება ოჯახური საკითხები, ზოგიერთი შემთხვევაში არა და უფრო ვიტყოდი უმეტესობისთვის ეს იქნება უფრო ემოციური საკითხები, რაც უკავშირდება ოჯახს, ურთიერთობებს. ნაწილობრივ ცოტა ფინანსებსაც შეეხება ეს პატარ-პატარა ცვლილებები პოზიტივის მხარეს, თუმცა ძალიან დიდ ფინანსურ შემოსავალს არ ელოდოთ, ეს შეიძლება იყოს უფრო ახალი საქმის სწავლა, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რაღაცა საფუძველს ჩაუყრით, რაც შემდგომ უკვე სამომავლოდ გახდება ახალი მიზეზი, რისთვისაც უნდა იბრძოლოთ. ასევე დავამატებ, მოდი დავამატოთ კიდევ. ხო, ასევე დავამატებ, რომ ახალი კარები გაიხსნება, უბრალოდ ეცადეთ, რომ არ ინერვიულოთ, რადგან ბევრი ნერვიულობა მიგიყვანთ არასწორ დასკვნამდე, არასწორ ნაბიჯებამდე და შემდეგ იმ შანსებს, რაც გამოჩნდება ამ კვირაში თქვენთვის, სულ რო ფიზიკურად არ იყოს გამოჩენილი და ეს ენერგეტიკულ დონეზე დაიწყოს და უფრო სამომავლო პერსპექტივა გქონდეს, უბრალოდ ვერ დაინახავთ და შანსებს გამოტოვოთ. სულ ეს იყო დაბნელების კორიდორის შემდეგ 7 პერიოდს გისურვებთ და ხოდის.